ამ ფეხბურთელების გამო FIFA-მ თამაშის წესები გაამკაცრა და ჩემი აზრით სწორადაც მოიქცა. 1992 წლის ევროპის ჩემპიონატზე დანიელი მეკარე პეტერ შმეიხელი დროის გაყვანის მიზნით თანაგუნდელებისგან ფეხით მიწოდებულ ბურთს ხელში იღებდა. ამის შემდეგ FIFA-მ ოფიციალურად აკრძალა მეკარისთვის ფეხით დაბრუნებული პასის ხელში აღება. 2002 წელს მანჩესტერ იუნაიტედში თამაშისას დიეგო ფორლანმა გოლი გაიტანა და გახარებულმა მაისური გაიხადა. შეხვედრის განახლებისას მისი ჩაცმა ვერ მოასწრო და შიშველმა გააგრძელა თამაში. ამის შემდეგ მაისურის გახდის შემთხვევაში ყვითელი ბარათის წესი დამკვიდრდა. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისისა და გერმანიის მატჩში ფრენკ ლემპარდის დარტყმულმა ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, თუმცა გოლი არ ჩაითვალა. ამ შემთხვევის შემდეგ FIFA-მ დანერგა ტექნოლოგია, რომელიც მსაჯს სიგნალით ატყობინებს ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა თუ არა. 2022 წლის მუნდიალზე ემილიანო მარტინესი პენალტის დროს მეტოქეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა, რის გამოც 2023 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდა წესი, რომელიც მეკარეს უკრძალავს კომუნიკაციაში შევიდეს პენალტის დამტყმელთან.